ლევან გოთუა, გმირთა ვარამი, წიგნი მესამე, ნაწილი პირველი, საზამთროს ანაბანა. ირან-ოსმალეთის დაზავების შემდგომ შაჰ-აბასი ისპაჰანს დაბრუნდა. იგი როგორც გამარჯვებული ისე მიიღეს დიდ-პატარა ხანებმა და საერთოდ მოსახლეობამ დიდი ზეიმშელუღი, მაშხალობა და პირმოთნე სიხარული უჩვენეს თავის მრისხანე ბატონს. მაგრამ შაჰ-აბასმა ყველაზე უკეთ იცოდა, კარგად გრძნობდა თავის დამარცხებას. მან ზავის პირობების მიხედვით სხვა დანაკლისის გარდა დათმო მთელი კავკასია. მართალია შაჰ-აბასმა ხელი აიღო იმაზე, რაც არსებითად მის ხელთ აღარ იყო, მაგრამ რასაც მაინც თავისად თვლიდა, კერძოდ ქართლ-კახეთის მყარად პყრობა მას ირანის ტახტის აუცილებელ პირობად მიაჩნდა. არა, შაჰ-ინ-შაჰი სრულიადაც არ იყო კმაყოფილი ზავის პირობებით, მაგრამ ის ლაშქარსა და ქვეყანას აუცილებლად სჭიროდა დასვენება, მომზადება, ახლებურად გაწორთნა და გამიზნვა. ზავი მოიფარა, დროებით მოიშველია და მომავალი გამარჯვების საწინდრად დაიდო. ხალხისა და ხანების მილოცვანი ღირსეულად მიიღო. ბუთქა, თევზის ფხასავით გაჩხიბული ულვაშები უფრო გაფარფლა და მისი ცხენის ფერხთით დაგებულ მდაბიოდ წყალობის ღიბილი და წვრილი ჩითახური გადააყარა. მოახლოებულ დიდ ხანებსა და სარდლებს არც კი შეხედა, ისე შებრძანდა დიდ სასახლეში. დიდებულებმა ავადინიშნეს მდაბიოთა ასეთი გამორჩევა. შაჰ-აბასს საქმის ქარაგმული გამომჟღავნება და ხატოვანი სიტყვა საქციელი ახასიათებდა. ხოლო ეგრეთ წოდებული ირანის ახალი ლომის ზნე-ქცევანი კარგად ჰქონდათ შესწავლილი მის კარისკაცებს. მრისხანე თვალწამწამში შეჰყურებდნენ, ზედმიწევნით იმახსოვრებდნენ და ხსნიდნენ. მიუხედავად ამისა, მაინც ხშირად ცდებოდნენ. შაჰ-ინ-შაჰის გაბედულსა და გამჭრიახ ფიქრს ვერ ასწვდებოდნენ. ეს კი უმცდარად იცოდნენ. თუ მდაბიოდ ასაჩუქრებდა, ეგრეთ წოდებულ მაღალთა ღვარძლიანობას გულისხმობდა. და თუ აქამდე ფეხაკრეფით დადიოდნენ მრისხანე ლომის წინაშე, ახლა სულ ფეხის ფრჩხილებს შედგნენ. სახიდან ვაიღიბილს, ენიდან კი ქარგულ სიტყვაობასა და მოთნე თაფლურს აღარ იშორებდნენ. ბევრს თავი კისერზე უკვე დუნედ უფამფალებდა და წელფართოდ ჩაშლილი სპარსული მდიდარ სამოსი მუხლების ძიგძიგს ძლივს უფარავდა. ცისმარე დღეს მეხსა და გრგვინვას მოელოდნენ სასახლეში, მაგრამ ამჯერადაც შეცდნენ. შაჰი საქმიანობდა, თათბირ დარბაზობდა, ქვეყნის საქმეებს არიგებდა, უცხოელ ჩდესპანებს დიდი გამოჩინებით იღებდა. თავისას აგზავნიდა. ესღა იყო სანადირო, სალაღობო და სანადიმო ფეხი ამოიკვეთა. სხვაფრივ კი თითქოს გულიდან გადაიყარა მაღალთა, ასე ვთქვათ, მიმართ ღვარძლი და ღველფი. არსებითად ვერც გრძნობდნენ თავის დანაშაულს ხანები და სარდლები. მართალია ლალა ფაშასთან ვერ იომეს. მკერდის მაგივრად ზურგი უჩვენეს. სამცხეშიაც შეამარცხდნენ ოსმალთ. ფარხად ფაშასაც
განჯა ერევანი ხელში მყარად შეატოვეს და თავრის მიღმა მოუხედავად ირბინეს. ირანული არც ზარბაზანი გამოდგა, არც სარბაზი, არც სარდალი, არც საომარი ძველწყობა, მაგრამ ყველაფერს თავისი ეგრეთ წოდებული მიზეზი ჰქონდა. მაშასადამე, ასე ვთქვათ, გამართლებაც და რაც უფრო გადიოდა დრო, ამ ასე ვთქვათ ბრალ მიზეზებს უფრო და უფრო იშორებდნენ თავიდან და წყნარდნენ. ფრჩხილებიდან ისევ ტერფებზე ჩამოდგნენ. გულით საგულეს მოიყენეს, მაგრამ მეხი მაინც გავარდა. სწორედ მაშინ და სწორედ იქ, სადაც სრულიად წარმოელოდნენ. იმ დღეს შაჰმა ადრესის ხამზეინება აბრძანება. შილიფად ჩაცმულმა აბანოს მიაშურა. ამით ყირაზე დააყენა სასახლეში თავის მიერვე შემოღებული მკაცრი შინაწესი. არ ვისუსმინა, არც სასწრაფო ცნობის მომტანს ბელუჯისტანიდან, არც დერეფანში გაქვავებულ შიკრიკს გილანიდან, არც ეგრეთ წოდებულ ბნელ ტალანში ცალ-ცალკე მიყუჟულ მოჩურჩულეთ. პირდაპირ აბანოში შედგა მაღალ ქოში. მარაჯამს მზამექისეები და დალაქები შემოეგებნენ. მაგრამ შაჰმა აქაც შერია თავისი წესი, ჯერ სურნელოვან აბანოში ინება ჩაწოლა, მერმე ნელთბილ შხაპუნა ღარს შეუდგა. მარმარილოს ტახტრევანზე არც გადაწოლილა, თუმცა იქ უკვე ელოდა მისი საყვარელი მექისე ბალაბაჩა, შიშველი, ხოლოდ მენჯ შეფარული მექისე ბრინჯაოში გამოტვიფრულ ჰინდურ ღვთაებასავით ჩაცუცქებული და ხელნაპყარი ბრძანებლის ცერათიც ნიშანსხა ელოდა. იგი და მხოლოდ იგი ტან მსუბუქი და ლამაზი უბედავდა შაჰინ-შაჰს ზურგზე შეხტომას და ტერფით ირანის ლომის ხერხემლის ჩასწორებას. შაჰმა მაინდა-მაინც არც ნააბანოებს მოითავა დილის 60 და დერეფანში ისე გავიდა. ფაცხა ფუცხით და ფეთებით ჩაცმულ მოჯრილნი სასახლის შინა დიდკაცნი არც კი შეამჩნია. დოვლათ-ხანისკენ გასწია. ბაღის კიბეზე დამახვედრეთ ყველანი. უჭირს საჭირონი. დიდ ვეზირს ფარხად-ხანს გადაუგდო სიტყვა და აზის ჩუქურთმიან კარს მიეფარა. უჭირს საჭირონი? ჩაიდუდუნა ფარხად-ხანმა. მან პირველმა იგრძნო, რომ სარკმელში ჩამომდგარ უღრუბლოცაზე მეხის მოლოდინი იყო. შაჰინ-შაჰმა კი დოვლათ-ხანა ჩამოისეირნა. ცოლებს ელაღობა, თვალტანში სიამტკბილობა ჩაიყენა, გული და ძარღვი დაიყუჩა და ისევ აბანოში იდებივრა. ახლა კი შეუშვა ბალაბაჩა თავის ოდნავ მოხრილ ზურგზე და ლავიწის ძვლებმა ткაცუნი რომ დაუწყეს, ნამებად აკრუტუნდა. დალაქების და ფარეშებიც მიუშვა, გულდასმით მოიფარეშა. საზეიმოდ შეიმოსა და ბაღის კარს ისე მიაშურა, არც საუზმე, არც ხილის წყალი თუ შარბათი უნებებია. კიბის ხარიხებზე კარგახანია ელოდნენ ეგრეთ წოდებული უჭირ საჭირონი. ფარხად-ხანმა კარგად იცოდა, ვინ უნდა მოეწვია. სახურთ შაჰის საყვარელ კაკლის ქვეშ ხალ-ბალიშები დაეგოთ. ხილი და ყალიონი მოერთმიათ. აქ შაჰის კაკლის ქვეშ ხშირად მჯდარა შაჰ-აბასი და არაერთ მოხელეს თუ წარჩინებულს მეხად დასტეხია თავზე მისი კაკალი. შაჰინ-შაჰი ისევ კაკლის სამტვრევად მიდის.
კოღოსავით გაიბზუილა და თითოეულის გულის ყურს უყბინა ჩუმმა გულისხმა. მაგრამ აბასმა კაკლის ძირსაც უგანა და სასახლის ბაღის ბოლოში გარე კარიც გავლო. ახლა ყოვლის მცოდნე და შორზე შორს გამჭვრეტი ფარხად ხანით შეფიქრიანდა. ბაღნარის იქით შაჰის ბოსტნები იწყებოდა. არც ერთი ირანელი შაჰი თავის ბოსტნებში ალბათ არც ყოფილა. ამიტომ მზეზე მაღალი ვითომდა შაჰ აბასისა და მთელი ირანის დიდკაცობის შემხედვარე ცალთვალა ჯურამე ბოსტნე ისე დაიბნა, რომ ვერც ფოცხი გააგდო ხელიდან და ვერც ღობისკარი გააღო. ისიც იმ საფრთხობელას დაემსგავსა, ბოსტნის თავში გაჩხიბულად რომ იდგა. შაჰის წინ გადარბენა და კარის გაღება კი ვერ ვინ გაბედა. ასე დროს ფრიად სახიფათო იყო ზედმეტჯერ შაჰის თვალის არეში მოხვედრა, ეს ყველა მიცოდა. გარდა 14 წლის კონსტანტინე მირზასი. კახი მძევალ ბატონიშვილი ირანის ტახტის ძვირფას სამკაულად ითვლებოდა და მას ყოველი ზეიმისა თუ აღლუმპურადობის დროს ახლო გამოჩინებულთა რიცხვში ჰქონდა ადგილი. ამჯერადაც ფარხად ხანს მძევალ სამკაული თავის მწვრთნელ ალი ხოჯა მაჰმადთან ერთად მოეწვია. კონსტანტინეს ტანი აეყარა, ჭაბუკური შნო მისცემოდა. ირანულ ფუფუნებანებივრობაში აღზრდილს მაინც მოსდევდა თანდაყოლილი ეშხი და სიმარჯვე. ახლაც ხარტად გადაირბინა. კარი გაუღო შაჰინ შაჰს და ხელფეინდაზე გაუშალა. შაჰი ამალას მოუბრუნდა. თვალით ყველა გააშეშა. კართან კონსტანტინეს მხარზე ხელი დაჰკრა, ყურის ბიბილოც კიპად დაუჭირა და თავის ტუჩთან მიზიდა. კონსტანტინემ ჯაგარა ულვაშების ნაჩხლეტი იგრძნო და მხრებში შეიშმუშნა. სწრაფი და გაბედული ყოფილხარ. მომწონს, მაგრამ შაჰს წინ ნუ გადაურბენ ურასოდეს. სადაც კარს არ მიღებენ, მე თავად ვაღებ. გასაგებია? ჩუმად, მაგრამ მეტყველად ჩაუმარცვლა. და კიდევ ამ ჩვენ სიტყვას ნუ რა ვისეთყვი. ეს იქნება შენი პირველი გამოცდა. და შაჰი ბოსტანში შევიდა. ადე მოხუცო, მის ფერხთით დამხობილ მებოსტნეს მიმართა და ფოცხი გამოართვა. აბა ვნახოთ რა იარაღია? ფოცხი. კარგია. ულვაშები მნიშვნელოვნად გააცმაცუნა შაჰინ შაჰმა. ირანში სწორედ კარგი ფოცხია საჭირო. და რუს პირზე შემბალ ქვიშნარს მარჯვედ დაუსვა. ლომის ჭანგების კვალი დააჩნია. ამალა განაბული მომდგარიყო ბოსტნის ღობესთან. შიგ ჩამოსვლა ვერ გაებედა. შაჰმა წამომდგარ მებოსტნეს ისევ გადასცა ფოცხი და ახლა გაფაფხულ საფრთხობელაზე მიუთითა. მოშალე. როდესაც შაჰინ შაჰია ბოსტანში, საფრთხობელა აღარ არის საჭირო. თავის სიტყვაზე გაეღიმა შაჰს, ცალთვალა მებოსტნეს კიცა გაეხსნა. ევალა, მართალია, ფრინველ ჭიანჭველა სიხარულით ძრწის. მებოსტნემ ფეხი მოუნაცვლა საფრთხობელას და შემკრთალ შეთამამებული ხით-ხითით კვალს უკან გადაჩეხა.
დაბნეულ ამალაშიაც გაკრთა ქლესა სიცილი, მაგრამ უმალვე გაწყდა. არ ვინ იცოდა, რას ნიშნავდა ან რას მოასწავებდა შაჰის ასეთი ორაზროვანი მახვილსიტყვაობა. სიხარულით? ნაშასე რა? შაჰმა ისევ თავის ამალას გადახედა. სიტყვა კი ცალთვალას მიუბრუნა. აბა ბოსტან უსტავ? რაიმე გოგრის გვარი ვახილოთ დიდ კაცუნებს. მე და შენა ვართ მასპინძლები. შაჰინ შაჰი და მე ბოსტნე. აბასი აშკარად სხვებისთვის მეტყველებდა. ამ ეგრეთ წოდებულ სხვებს ესმოდათ და შიშის საგანგულები, ასე ვთქვათ, გოგრის ზომისა უხდებოდათ. მობრძანდით, ყარფუზები გვიმწიფს, ცალი-თვალი დაჭყიდა ჯურამ. მერმე კი სულ მოჭუდა. შაჰინ შაჰის ყარფუზები მზის ტოლიდად არია. კურდღლის სისხლისფერი, თაფშაქარა გემოსი. ბრძენ მგოსანი ყოფილხარ? ნიშნულოვნად ჩაეღიმა შაჰს. ცალი-თვალი მაკლია, მეტი რა გზა მაქვს. შაჰ აბასმა ახლა კი მაღალხმიანად გადაიხარხარა. ღობიზიკითაც გაისმა სიცილი. აბასმა უბეზე გაიკრა ხელი. მამე, ესეც შენ ქისა. ცალთვალა მებოსტნემ ჰაერშივე დაიჭირა შაჰის წყალობა და თავის თვალჩუბინობით ერთხელ კიდევ გააცინა მრისხანეს შაჰი. ამჯერად გათამამებული ამალაც აჰყვა ხარხარს. ფარჩხის კარავთან ახლად მოკრეფილი ნესვების და საზამთროების შემაღლებული კალოხოხოლა იდგა. შაჰმა კარვის დვირეზე ინება დასვენება და ზედ ხელდახელ დაგებულ ხალიჩაზე რომ წამოჯდა, უეცრად ბაზრის ვაჭარს დაემსგავსა. თუმცა დიდებულნი სხვანაირად ჭვრეტდნენ ამ სურათს. შაჰის საჯდომსქვევით ჩამოჯორგილი საზამთროები თუ ნესვები ტანგაცლილ თავის კოსროებად ელანდებოდათ. სიხარულისაგან რედდასხმული მებოსტნე კი წელჩაწყვეტილად დაბორიელობდა კვლებს შორის და ახალ-ახალ საზამთროებს უგორებდა გოროზმბრძანებელს. მექიდან მოტანილი თესლის ნაყოფის ნიშნად მწვანედ დათასმულ კანზე საზამთროებს შაჰინ შაჰის სახელი და არაბული ლოცვა ჰქონდათ გამოფხაჭნილი. შაჰმა ყამადანით ხრიშინ-ხრიშინით გაბალთა ერთი მუქწითელა ხორციანი საზამთრო, ყინვარ შაქარივით ჩაკრიპუჭებული გული ამოჭამა. ახლა დიდ კუსფერ ნესვს დაუსვადანა. ნესვი არ უყვარდა. ლენქორანის მხრიდან ჩამოტანილ ციებას აგონებდა. მაინც გაჭრა. სიმწიფე ყაირათიანად გაუსინჯა და გადასდო. მებოსტნემ კი საზამთრო ნესვების მთელი გორა დააყენა. მეყოღლან, დღეს სავაჭროდ საკმარისია. კარგი დახლი დამიდგება. მრისხანე, ეგრეთ წოდებული ვაჭრის დაბალ ხითხიც სარდალვეზირებმა ქლესა და ლირწი ხარხარი ააყოლეს. მათი ძალიზალად გაბადრული სახეები შაჰის ფერხთით დაგორებულ საზამთროებს გავდნენ. აბასი უმზერდა მათ. ეღიმებოდა აბას, მაგრამ
მისი თვალები არ იცინოდნენ. ახლა კი გავსწორდეთ. ხმა გაიკვიდეს წვეულებმა. მათი გაბადრული, ეგრეთ წოდებული საზამთროს სახეები ახლა ნესვებს უფრო დაემსგავსნენ. მიიღეთ იმ სამსახურში, რომელიც თქვენ გამიწიეთ თურქთა ომში. ყარფუზების მეტი არა გეკუთვნით რა. ისიც არა ყველას. ხიწვიანი ხმით ჩაათავა შახმა და წარბშეკრულად ჩაათვალიერა თავისი წვეულნი. ზოგთ თავისი ყარფუზიც უმძიმთ. არა უშავრა. შეუმსუბუქებთ ვერთი ზიდვას. დანარჩენი სწრაფად მოხდა. ეგრეთ წოდებული დახლი მალე დააყენა აბასმა. ფარხად ვეზირს, ჯიმშიდ ხანს და ამირ გუნია ხანს ორ-ორი საზამთრო უწყალობა. კოსტანტინე მირზას ერთი. პირველ გაჭრილი უდიდესი, მაგრამ გულამოჭმული. სხვა მრავალთაც თითო-თითოდ ჩამოურიგა ნესვი ან საზამთრო. ათიოდ დიდებულთ კი სარდლებთან ერთად სულ არა აღირსა რა. მათი ბედი გადაწყვეტილი იყო. და როდესაც ბოსტნიდან მობრუნებული შაჰინ-შაჰ მარმარილოს კიბეზე ადიოდა, ამავ დროს სასახლის უკანა ეზოში საპატიჟნოს კიბეებზე უკვე ქვევით მოგორავდნენ შერისხულთა თავები. აბასმა დაიწყო თურქთა წინააღმდეგ ახალი ომის სამზადისი. კოსტანტინე ბატონიშვილმა ძლივს მიიტანა თავის სადგომამდე შაჰის ეგრეთ წოდებული გულამოჭმული წყალობა. მისმა მწვრთნელმა ალი ხოჯა მაჰმადმა მხოლოდ ბინაში დართონება მხლებელისთვის გადაეცა მზეზე მაღალი სნობათი. უკვე 4 წელმა განვლო, რაც ირანელ მასწავლებლებს ჩააბარა იასონ ჭავჭავაძემ კოსტანტინე. მწვრთნელები თავად შაჰ-აბასმა შეურჩია. წიგნობრობაში და ალლაჰის კანონში შეიხულ ისლამი, ხოლო სხვა ყველაფერში ალი ხოჯა მაჰმადი. დრო საკმაოდ გაილია. კოსტალას კი ახლაც მკაფიოდ ახსოვს კახეთიდან წამოსვლის ყოველი წვრილმანი. ცრემლი მუდამ შველის მეხსიერებას. ალბათ, მთელი სიცოცხლის მანძილზე დარჩება კოსტალას მეხსიერებაში ცისარტყელასავით ფერადნაირი ალაზნის ველი და მზე თვარის მეტოქეთ გადმომდგარი მრგვალ დარბაზა სასახლე. მერმე გრძელი, გაუთავებელი, სულ დახუთული და სიცხული გზა, უცხო ბუნება, ხრიოკები, უდაბნო, უცხო დაბა ქალაქები, უცხო ხალხი. ყველაფერი უცხო. საძულველი. მაგრამ როგორ ჩანს აუცდელი. მართალია ყველგან დიდი გამოჩინებით ხვდებოდნენ. ირან დესპანიცა და ამალაც დიდ თავასა და მოთნეობას იჩენდა შაჰ-აბასის ეგრეთ წოდებული უმცროსი ძმის მიმართ. იასონ ჭავჭავაძე ხომ სულ უტკბილებდა გზამწარს, მაგრამ კოსტალას გულში ზეიმსია მეაკლდა. ხოლო მისი გამხიარულების ცდასურვილი გულ მომასავებულ ხიცინს უფრო გავდავიდრე გართობას. მოპარული ცრემლების ჭარბად ყლაპა. მოპარული, რადგან კახეთის მიღმა გული შეეკრა და იასონის, უფრო კი ბებუც საგადიას ჩაგონებით, სხვას აღარ აჩვენებდა ცრემლებს.
ეს მერმეც დარჩა. მისი გამაჰმადიანების შემდეგ დარდით მალევე გარდაცვლილ გადიას შემდგომაც. იასონ ჭავჭავაძის გაბრუნების შემდგომაც გულთან არ ვისიკარებდა. უნდოდა გულჩახვეულად კვიმატი დგებოდა. ძველ საყვარელ სახეებს სიშორის ბურუსი გადაეფარა, ხოლო ახლებს მისი სიყვარული არ გააჩნდათ. კოსტალას ადრე მოსსხული გული ამას ბალღური სიბრძნით უმცდარად უგრძნობდა. კვიმატობა ჭაბუკობაში ფარულ უკმეხობად შეჰყვა. გარეგან დამჯერობას შინაგანი უნდობლობის გველი გადაეხლართა. და იმ ზღარბს დაემსგავსა, რომელსაც ყველას მიმართ ეკლები აქვს, მაგრამ ყველას ფერხთით უგორდება. კახმირზას შესაფერის გამოწვრთნას შაჰ-აბასი ყურადღების არიდან არ უშვებდა. იცოდა, თავის დროზე დასჭირდებოდა ფართო ზრახვების დამსახველს და მცდელი ხასიათიც ჰქონდა. ხოლო საქვეყნო ცნობილ სიმკაცრესთან ერთად დიდი მოთმინება და განზრახილ მობიერებაც ახასიათებდა. 10 წლობით შეეძლო ერთი მიზნის სახვა და მისკენ სწრაფვა. გზადაგზა დიდი ხელგაშლილობა და მიზანმინიშნული წყალობაც იცოდაო და იგი მუდამ, ასე ვთქვათ, წყალობდა კოსტა მირზას. და საერთოდ თუ ჯიმშიდ ხანს ჩააბარა კონსტანტინეს მამამტეობა, თავისთვის, კერძოდ ირან შაჰისათვის საჭირო კახბატონიშვილის გამოსარწმუნად ალი ხოჯა მაჰმადს თავიდანვე დაუფარავად გაუმხილა თავისი მუქაბა. არის კეთილის სიბრძნე, მაგრამ იგი უფრო ხშირად ამაოვა. და კიდევ არის ავის სიბრძნე. ყველა ქვეყნის დიდ მყრობელნი ამას უფრო მისდევენ. იგი ნაღდია მუდამ. ამავ სიბრძნისა გახრწენ და გადმოიბირე. არ დაინდოზნე მაღალი მტერი, იგი უფრო საშიშია. სხვას ან იყიდი, ან შეაშინებ და ყველაფერში გამოიყენებ. ზნე მაღალი კი უკვე გმირია. და ვაი თუ მას კიდევ სიმარჯვე და გონება ახლავს. უზნეო კი, თუნდაც მტერი, შენი ბუნებრივი მოკავშირია. საჭირო შალაშინი გამოიყენე. შაჰს უყვარდა მიმხდური მოხელე და ერთი-ორ სიტყვას არაოდეს არ იშურებდა დასარიგებლად. ალი ხოჯა კი ბედნიერზე ბედნიერი იყო. ეგრეთ წოდებული ირანის გონება თავის მუქაბებს თანამზრახველივით უზიარებდა მას. კახის გაშალაშინებას, უпроსწორად გამრუდებას დიდი გულმოდგინებით შეუდგა. აქ არა მარტო შაჰის სურვილი და საქმის ზალა იყო, არამედ ზედემთხვეოდა კახეთში დადაღულის შურიზიების მოუკლავი წყურვილიც. მართალია ეგრეთ წოდებული აქოჩრილი ვარსკვლავის ნადაღარი დიდი ხანია შეუშუშდა, მაგრამ დაღი დარჩა. შხამი და ტკივილიც გულში ჩაიხვია და ახლა ეგრეთ წოდებულ შვილ ძირში მეძებრის ყნოსვით გრძნობდა კარგს სახაფანგო დაღის პასუხს. საოცარ კვანჩი ჩავარდნილი ორივ ბატონს ემსახურებოდა. ორივეს ჩრდილი, ასე ვთქვათ, ერთს შვილს უზრდიდა და იდუმალ ცნობებსაც უდიდა, მეორეს კი მომხრეს და ყურმოჭრილ მონას უმზადებდა და უწვრთნიდა. თავად ხელმძღვანელობდა კახის ყველა ნებივრობა ცდუნებებს, რადგან შაჰის მუქაბის გასავრცობად თავისი ავშეგონებაც შეთხზა. ნებივრობა დედაა ცდუნებისა და ბებია უზნეობისა.
შურიზიებაც ჩემზეა და ჩემ ხელთაა. თავის გულსაც ენუ გეშებოდა და ნაღველში ამოწყობილი კალმით ხშირ-ხშირად გზავნიდა კახეთში იდუმალ ბარათებს. დიდი შაჰინშაჰის ბრძანებით კონსტანტინე მირზამ ძემან ბედნიერმან თქვენმან მიიღო მაჰმადურ წესით წინ დაცვეთა. ჯანზე კი ალაჰის მადლით კეთილად არის. შაჰინშაჰის წყალობითაც ავსებულია. სულ ახლახანსაც შეუთვალა გრემელ ბატონს ვითომდა საამოცნობა კონსტანტინე მირზას დანიშვნის შესახებ. დიახ, თავისი ორივე ბატონის სამსახურს პირნადლად ასრულებს ოსტატი. ვერც ისპაჰანელი და ვერც გრემელი ვერ იტყვის საყვედურს. კონსტანტინე მირზას დანიშნა ბრძანა შაჰინშაჰმა. საპატარძლოც ფრიად ღირსეულია. იგიც მაღალ ტახტის ჩრდილში იზრდება. სურხაი შამხლის უმცროსი ასული გახლავთ. ალბათ მთისა და ბარის დამძახლება აამებს გრემის ბატონს. შაჰინშაჰის სურვილიც აგეთი გახლავთ. მიამიტად აღნიშნავდა გაიძვერა ოსტატი და ორი ბატონის ჩრდილი. იმას კი აღარ დასძენდა, რომ ეს ძალად დამძახლებაც მისი ალი ხოჯას ოსტატობა იყო. გულამოჭმული საზამთროს წყალობაც ფრიად ენიშნა ალი ხოჯას, ხოლო მზეზე მაღალმა რა უჩურჩულა პაწია ყურს, ამის გაგების სურვილი წოვდა მას. მაინც რა გიბრძანა შაჰინშაჰმა მირზა ბატონო? მეათეჯერ ეკითხებოდა ოსტატი შეგირდს. როდის? ო, არაფერი. აჰა, ბოსტნის კართან? მიფადილებით უპასუხებდა დაწინაურებული შეგინდი. ბოლოს კი იცრუა. შენს მასწავლებელს მადლობა მოახსენეო. ის კი არა თქვა. რატომ? ალბათ თავად გეცოდინებათ. იცის ოსტატმა როგორ არა. საზამთროს ანაბანაც კარგად გაარკვია. ასე ეთყო და სასაყვედურო რა აქვს? კმაყოფილი იყო მასწავლებელიც და მოწაფეც. შაჰის საზამთრო მაინც გემრიელი იყო. გრემში კი დროჟამეული ძველებურად ალაზანი ვიდიოდა. ხამ ჩქეფარე და ხალისიანად, ხან კი მდორედ ცხოვრების მიეთმოეთებში უთავბოლოდ იხლართებოდა. რუსკახთა ელჩები ამაოდ კეცავდნენ ყოველ მხრივ გაუთავებელ გზებს. შველის საქმე კი არსებითად ადგილზევე იდგებნებოდა. გარდა საჩუქარ მოკითხვებისა, არავითარი დადებითი ნაყოფი ჯერ არ უჩამდა. გრემში ღელავდნენ. დაპირების აღსრულების ესოდენ აღარ სჯეროდათ, მაგრამ ვერც იმედი გადაეწყვიტათ. საგარეო სარბიელზე მარტო დარჩენისა ყველაზე უფრო ეშინოდათ. არსებითად კი სულ მარტონი იყვნენ. დაწალიკებულ, თავგზააბნეულ სხვა საქართველოებთან ერთად. დაღესტანს, თურქ საფაშოებსა და სტამბოლს კი კახთ რუსეთუ მეობარბების საბუთად და მიზეზად ჰქონდათ. ისპაანშიაც ეჭვის თვალით უმზერდნენ ჩრდილოეთის გადმოხედვას კავკასსაკეთ. მათ რუსეთი თურქთა წინააღმდეგ ბუნებრივად და ერთ პირ მოკავშირედ სწადდა და არა თავისად მიჩნეულ ეგრეთ წოდებულ გურჯი მამულების მოზიარედ, ან სულ მიმტაცებლად. სურხაი შამხალმა ხომ სულ ცეცხლი მოიკიდა გულზე. ჭკროდ ჩამოუსია თის ქურდბაცაცები კახეთს. მან თვალის ასახვევად თავის ძმის ელიმ შამხლის ტყვეობა დაგვიანებით გაიხსენა.
და მის გამოსახსნელ გამოსასყიდად შორს მოიარებითი მოლაპარაკება გამოულანძვა ალექსანდრეს. გახთბატონი მოღუშული დადიოდა. ხელს არ მოსდებდა საქმე. სულ ცალფეხა იდგა კახეთის ბედი. სტამბოლში ერეკლეს სიკვდილმა ამოუსები ხარვეზი ჩაუტოვა სულში და სასახლეში. უკანასკნელი წლების ერთადერთ ნათელ ამბად კახთბატონს მხოლოდ დავით უფლისწულის დაქორწინება მიაჩნდა. ჯერ ერთი დავითის საოცრად გამოიცვალა. თითქოს დადინჯდა, საქმეს მოეკიდა. გამუდმებული ჭვსა და კვიმატობას უკლო. ჯანზეც მომთელდა. მეორეც თავად ქეთევან დედოფალს გარდა გარეგნული სილამაზისა შინაგანი მშვენებაც აღმოაჩნდა. მეტად შეიტკბეს გვირგვინოსან დედამთილ მამამთილმა. ხალხმა კი თავიდანვე გამოარჩია. მისი მეუღლე დავითი მხოლოდ უფლისწული იყო. იგი კი კახეთის დედოფლად მოინათლა თავიდან. მამამ ახლად დაოჯახებული ვაჟი ძეგამ საუფლისწულოზე დასვა და მოუკიდებელ ცხოვრებასა და მოღვაწეობას რომ შესჩვეოდა. კახეთის მეფე სხვათა გარდა კეთილ მოსურნე და ჯალაფ საქონლის ყადრის მცოდნე უნდა იყოს. შვილებს აგონებდა იგი და ხელსაც უმართავდა. მაგრამ დავითი სულ გრემს სასახლისაკენ იწევდა. მაინც რუსეთის ახალი ელჩები რომ ჩამოვიდნენ. მათ თითქოს ახალი ამბავიც ჩამოიტანეს. მაგრამ წინა ელჩობით გაწმილებული კახნი აღარც ახლებს, ლეშეებსა და კუდრინს უჯერებდნენ და შამხალზე ვითომდა ამ ზამთარში რუსთა ლაშქრობის განზრახვას საეჭვოდ თვლიდნენ. ალექსანდრეს აზრით კი ზამთრის ლაშქრობა თის გზების შეკვრის გამო დიდი სურვილის დროსაც უშედეგო გამოდგებოდა. თავისთვის ლაშქრავენ ახლო მიდამოს და არა ჩვენ დასაშველა დაასკვნა მან. გიორგი ბატონიშვილს თერგისპირეთის შორეული თვალთვალი დაავალა და გულდაგულ საქმეს განზე გაუდგა. მით უფრო ამჟამად ელიმ შამხლის დამოყვრების საკითხი ჰაერში გამოიკიდა. ძველ კალაპოტი გარიყული გამოდგა, ახალი კი ჯერ არსად იყო. ჩემმა ერეკლემ ეზრახვაც ხელის საფლავში ჩაიტანა. გულისპირს ჩაუდუდუნა და ისპაჰანიდან მოსულ კონსტანტინესა და შამხლის ასულის დანიშვნის ცნობას ფიქრი გააყოლა. მძალად მძახლობის აზრი კარგად ესმოდა კახთბატონს, მაგრამ წინააღმდეგობის ძალა და საშუალება აღარ გააჩნდა. მწარე ფიქრის კვანძში გული ეოჩნებოდა. ვერ იქნა და ცივ გონებას ვერ დაუმორჩილა გული. მოულოდნელად ყველაფერი ისევ ძველ კალაპოტში ჩავარდა და ამოძრავდა. მის წამომწყებსაც მოეძალა და ამოძრავა. ხარების ნაწირვებს ინახათ მარტო დასხდა მეფე დედოფალი. ღრუბელ ნამძლავრი დღე იყო. მაგრამ არიამ დედამ დიდი ჭაღი მაინც არა ანთებინა დარბაზში. მცირე ისურვა და მის მკრთალ ბინდ-ბუნდში მოწყენილად ისხდნენ მშობლები. აღარც ერთი შვილი არ ახდათ ხარების სუფრაზე. დავით და ქეთევან ძეგამს იყვნენ. გიორგი მთის საქმის კვლევასა რაგვაზე გაეყვანა. ნესტანი სტუმრად იყო ჭავჭავაძიან ოჯახში. ხარება ღამეს უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ჯერ არსად ჩანდა. ის სუბედური სალომე მაინც ყოფილიყო აქ, ჩიოდა მარიამ დედა. როგორ ყველანი შემოგვეფანტნენ. ალექსანდრე მიხვდა, რომ მისი მეუღლე ერეკლეს მწარე მოგონებაში იყო.
სწორედ იმიტომ გააცალა სალიჰა. ამ მწარე ფიქრის მუდმივი, თვალწინ მოარული საბაბი მოკლე ხნით ჭოეთის ციხეში გაგზავნა მამასთან. მოულოდნელად ზეგამიდან დავითმა და ქეთევანმა მოაჭენეს ცხენები. დედმამას ხარება მოულოცეს და გაამხიარულეს. საღამოს პირას კი გიორგიც მოიჭრა, მას ჭავჭავაძიან სასახლეშიაც გამოევლო და ნესტანიც წამოეყვანა. მარიამ დედა სიხარულიც ასეწია. შვილების ალერს დაწყურებული ხან ერთს ელოლიავებოდა, ხან მეორეს. ვაჟებს ოდნავ ეღიმებოდათ დედის ძველ კობურა გულჩვილობაზე და მამას უფრო უსხდნენ. მეტადრე გიორგი, რომელმაც საამო და საყურადღებო ცნობაც ჩამოუტანა თიდან. სადღაც თერგსა და სულახს შუა რუსთ-ჩერქესთა ლაშქარი ბოლოს და ბოლოს მართლაც დასცემია შამხალს. პირველ ბრძოლაშივე დაუმარცხებია და თავად სურხაი შამხალი ვგონებ დაუჭრიათ კიდევაც. ალექსანდრეზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ამბავმა. სიხარული და იმედები კვლავ გაუღვივა. ქვეყნისთვის მცდელი გული ისევა უტოკდა. ნაშ ხარება, ჭეშმარიტად ხარება. მარიამ დედამ ტკბილად უმასპინძლა მოინახეთ. შინამოს ამსახურეთ მრავალი მურაბა და სუფრის მაზები მოატანინა. ჩემი სალომეღა მაკლია და ჩემი უბედური, ბოლოს წაუცრემლა კიდევაც. ქეთევანმა იცოდა დედამთილის განსაკუთრებული გულჩვილობა სალიასადმი და ფაქიზი წინ და ხედულობით გზად ჭოეთის ციხეში ამოევლოთ და სალიჰას უსტარი წამოეღოთ. მარიამ დედამ ცრემლში გაცრილად გადაეკითხა იგი. მრავალ და მდაბლად ამბორისა და მოკითხვის გარდა ერთ სააჯოსა და სახვეწარს მუდარობდა სალიჰა. ქრისტესით დედავ და მამაო, ახლო ვერ გაგიბედეთ, შორით გეაჯებით. დამრთეთ ნება მონაზვნად შედგომისა. ქრისტეს პატარძლობა ჩემი წილიარს, გეაჯებით. სულ ბოლოს კი ასეთი მინაწერიც იყო. მამა ჩემი თქვენთან ხლების ნებას, ან საიმედო პირის გამოგზავნას შემოგთხოვთ მდაბლად, მაგრამ ბეჯითად. ალექსანდრეს ახლა ეს მინაწერი მოხვდა გულის ყურში. მთის ახალი ვითარების გაგების შემდგომ მისი მძლე აზრი ახალ განზრახვებში ბორიალობდა. ელიმ შამხალმა კი დართო ქრისტეს პატარძლად შედგომის ნება? ქეთევანს შეეკითხა ალექსანდრე. გიორგი მინიშნა, რომ ამ კითხვის მიღმა რაღაც ახალ ზრახვას ფარავდა მამა. მამაო ბატონო, ასე შემომტირა, მაჰმადიან მამას ვერა გაუბედერაო. კეთილი, მე თავად გავარკვევ ამ საქმეს. წამოიძახა ალექსანდრემ და მხნედ წამოდგა. ყველანი წამოიშალნენ სუფრიდან. კახთ ბატონმა თვალგამჭრიახად გადახედა ყველას, განსაკუთრებით ვაჟებს. თითქოს უტყვად ეთათბირებოდა მათ. რას გვიბრძანებ, მამაო? შეეკითხა დავითი. უკვე მზად გახლავს, მამაო ბატონო, დინჯა დაზინა გიორგიმ. იგი მუდამ უკეთხვდებოდა მამის სურვილს. ალექსანდრემ სარკმელში გადაიხედა. სასახლის ეზოში დარახტული მისი აშარი წინა ფლოქვებით ჩუგნიდა მიწას. გულთმისანი ყოფილხარ, ჩემო გიორგი. სევდიანად ჩაეღიმა ალექსანდრეს. ნეტავ ბოლომდე მიხვდი? ყველანი რატომღაც დადუმდნენ. დარბაზში თითქოს ახალგაზრდა მონაზვნის შავ ჩრდილმა გაიარა და
სევდის ყვავილები მოაბნია. ალექსანდრემ აბეზარა დამოქმედებული ფიქრით თითქოს მოიშორა და ვერც მოიშორა. მაგრამ მაინც დავითს წავიყვან. აბა, მზად დამხვდი. შენ კი აქ დარჩი, გიორგი, ახლა კი წამომყევდა მთის ამბავი, სულ წვრილად მაუწყე. ალექსანდრე და გიორგი სამწიგნო ბროში რო გავიდნენ, დავითმა წყენით ჩასჩურჩულა ქეთევანს. მე თუ უნდა მაკურთხებინოს ახალმონაზონი? რა გჭირდები? ისიც ასე თავქუდ მოგლეჩით. ქეთევანს არის ამა ქმრის უფაქიზობა. ტანში გააჟრჟოლა ტლანქად ნათქვამმა სიტყვამ. ჩუმად საყვედურის ჩართვით უპასუხა. რა რიგად სცდები, დავით? არც მონაზვნობა უწერია საბრალოს. მგონებერჩია კი? სალიამ ციხის გუშაგებზე ადრე შენიშნა, ცხენოსანთა მცირე ჯგუფი რომ ამოუდგა ჭოეთის აღმართს. ალბათ ქეთევანი და დავითი ბრუნდებიან. პასუხს მომიტანენ, გული აუჩქროლდა სალიხას. იგი დაარცა და პირ შემოუბრუნებელ გლოვას საოცრად დაექალებინა. არა, არც სინაზე და ეშხი შეეშალა გაწყობილ სახეზე. პირიქით, მათ გვერდით სულიერი ტანჯვის ნარუქი სილამაზეც გასჩენოდა, თვალებში კი სევდა და ქვეყნის რიდი ჩავარდნოდა. აქეთ ამოვლისას დავითმა და ქეთევანმა განზრახ არ ინახულეს ელიმ შამხალი. ალექსანდრე მეფეს მის ნახვაზე თავისებური ყადაღა ქონდა დადებული. საპატიო და ეგრეთ წოდებული თავისუფალი ტყვე ქვეყნისათვის მაინც ტყვე იყო. სალი ჰაცხომ კახ სასახლეში შემოხიზნული ჩერქეს თავადი სასულად იყო გამოცხადებული. იქ თისიქით თავის პირველ სამშობლოში მას მდინარეში დაღუპულად თვლიდნენ. აქ ღვიძლ მამასთან, ასე ვთქვათ, სხვის შვილად. კახ დედმამასთან ბედამაო საპატარძლოდ. თავისი დაღუპული პირმშოს მუდმივ მოსაგონებლად და საგოდებლად. არა, სამქვეყნო პირი აღარაფერში შერჩენოდა ოდესმე ბარის დედოფლად მოწოდებულს. სალიჰა თავის საოცნებო ერთხელ ნანახი სატრფო დანიშნულის დაღუპვის შემდგომ აღარც დაეძებდა სამქვეყნოს. სულ გაგდულა თავისებდაში იყო. მახლობლებსაც არიდებდა საბოლოოდ და თავისებული სევდის გაზიარებას. კრთომით ელოდა სალიჰა აღმართზე მომავალ ეგრეთ წოდებულ ბედნიერ ცოლ-ქმარს. მეფე დედოფლის ნებართვა დასტურს თითქმის გულდაჯერებულად მოელოდა. მეტი ვეღარაფერი ნუგეში გააჩნდა მისთვის ბარის დედმამას. ამას კი აღარ მოაკლებდნენ. ახლა კი მაჰმადიან მამასაც გაუმხელს, გაუბედავს. ან ბედნიერებს დავითსა და ქეთევანს შეეხვეწება. მამასთან მიაგზავნის, მონაზვნად აღკვეცის გარდუვალ სურვილ სამცნობს. მაგრამ დაახლოებულ მომავალთ რომ შეაკვირდა, მეფე ალექსანდრე იცნო. სევდიანის სიხარულისა და გაკვირვების გრძნობა თანარებში ვეღარ გაერკვია ქვედა დარბაზში მამასთან ჩაირბინა. ელიმ შამხალი ფრიადნას სიამოვნები დარჩა ამ ამბით. ახლა კი გადაწყვეტს მრავალ სავალალო და საჩოთიროს საკითხს. ასეთ ყვედროდემდე უნდა იყოს. ძმამ, სურხაის შამხალმა, ჩანს ძველი არაფერი იცის. მის გამოხსნასაც ცდილობს. ელიმ შამხალს გაგონილი ქონდა მისი ცდა და ჩალიჩი, თუმცა ეჭვობდა ელიმ, მაგრამ უკეთესი გამოსავალი სადღა იყო. თავს შეაბეზრდა.
მაინც ერეკლეს დაღუპვის შემდგომ სულ მოეკვეთა საფუძველი. მართალია კიდევ იყო ერთი გზა გამოსავალი, მაგრამ ეს ქრისტიან კახელები სხვანაირი ფიცხამპარტავანი ხალხია. ნათესავ მოყრობას ქისტიმამდე ჩასდებენ და ანგარიშობენ. ამიტომ უჩუმებს ელიმ-შამხალი. მოელის, აქეთ ეტყვიან რასმე, მაგრამ კახთ მეფეც დუმს. არა, ეს ბოლო საშუალებაც უნდა სცადოს და მერმე უკან დაბრუნდეს. თავის ბუინაკში ჩავა, თავის მამულს დასჯერდება და რაც მოხდება დაეგრე იყოს. საზეიმოდ გამოეწყო მთის ჩოხა ხალუხი ჩაიცვა, ბალთამასრები ორთავ ხელით თავად შეისწორა და წინ ციხის კიბეზე მიეგება მთავარ მასპინძელს. ცოტა ხნის შემდგომ მოფარდაგულ დაბალ თახჩაზე ისხდნენ მეფე ალექსანდრე, დავით უფლისწული და ელიმ-შამხალი. მათ სალიჰა თავად ემსახურებოდა, შარბათსა და მაზა ნუკბარებს უსიტყვოდ სთავაზობდა. შემოსვლისას ალექსანდრემ შვილივით გულში ჩაიკრა სალიჰა. ქალწულს სულში თანაგრძნობის სითბო ჩაეფინა. დავითიც ჩვეულებრივზე ტკბილად მიესალმა მას. მერმე კი მუსაიფის დაწყების შემდგომ ქალის არსებობას თითქოს ვეღარც კი ამჩნევდნენ მამაკაცები, თვალსაც არიდებდნენ. სალიჰაც ჩრდილივით უხმოდ და თითქმის უხილავადაც დადიოდა მათ შორის. ეს ღა იყო, რომ ამ ჰაეროვან ქალწულს ანგელოზის ფრთების მაგიერ მძიმე ტვირთად დაქონდა განწირული სიყვარულისა და მთაბარის მიუსადაგობის გლოვის არშია. ალექსანდრემ განზრახ სალიჰას თანდასწრებით აუწყა ელიმ-შამხალს მთისა და თერგისპირეთის ამბავი. რუს-ჩერქეს ლაშქრობა სურხაი-შამხლის დაჭრა. ამის გაგონებაზე ელიმ-შამხალი ტანში შესწორდა, მხრებში გაიშალა, სახეზე კახეთში გაჩენილი ჭორფლი და თვალქვედა ლანძვები გადაეშალა. სრულიად ულოდნელად სალიჰა ახლო იხმო, მნიშვნელოვნად შუბლზე აკოცა და დარბაზიდან დაითხოვა. ალექსანდრე უსიტყვოდ მიუხვდა მთიელს შვილის სიყვარულის ნართაულ გამჟღავნებას, მაგრამ წაუჩუმა. ელიმ-შამხალმა სწორედ იმდენი მოითმინა, რამდენსაც ზრდილობა მოითხოვდა. მერმე ალაჰი მოილოცა და პირდაპირ საქმეზე გადავიდა. თას იქით ჩემი წასვლის დრო კი მოჭარბებულია. მე ძველებურად მტკიცედ ვარ ჩემს სიტყვაზე. ოღონდ თქვენგან კვლავ თავას, მაგრამ დაყოვნებას ვხედავ. მიცვალებულის გაცოცხლება ჩემს ზალას აღემატება მძახლად სასურველო, ხელები გაშალა ალექსანდრე. ევალა არავის ძალუც. მიცვალებულს ჯანნათ სამოთხეში განცხრომა უსურვოთ. თავი დახარა ელიმ-შამხალმა, მერმე კი სულ ჩუმად შემპარავად შეეკითხა. რატომ გაცოცხლება? ახლა კი ალექსანდრემაც ჩაღუნა თავი. იცის, განა რა სურს ელიმ-შამხალს, მაგრამ დაეთავად ელიმ-შამხალმა ბოლომდე თქვას. დავითმა ტახტის მემკვიდრემაც თავის ყურით გაიგონოს. თავად კი ფიქრშიაც ემწარება. გულშიაც ეჩოთირება სათქმელად. ენა არ უბრუნდება მამას და მით უარესი რომ საჭიროება მას მოითხოვს. რატომ მიცვალებულის? და რატომ გაცოცხლება? ახლა უფრო ხმამაღლა ეკითხა ელიმ-შამხალმა. იგი საოცრად ღეჭავდა სიტყვებს. მადლი ალაჰს, ვაჟები კიდე ყავს კახთ ბატონს. ჩემს სახელოვან
მძახალ შვილიშვილებიც უმრავლოს ალახმა. ერთი ძმა თუ მეორე, ოჯახიანი თუ უოჯახო. ახლა დავითსაც გადახედა ელიმმა და დადუმდა. ამაზე მეტის თქმას უშუამავლოდ აღარავით არის დიდ მნიშვნელობა და სასწრაფოება ვეღარ გაამართლებდა. დავითმა ვერაფერი გაიგო. მან არ იცოდა, რომ მაჰმადიანებს მთაშიაც და ბარშიაც ასეთი წესი ჰქონდათ. ერთი ძმა თუ გარდაიცვლებოდა, მომყოლს უნდა შეერთო ძმის ცოლი და ყალამ გადახდილი საცოლე. ალექსანდრემ კი იცოდა. კარგად იცოდა ამას, ქვეყნის საჭიროებაც მოითხოვდა, მაგრამ გული ეურჩებოდა. ელიმ შამხალი დუმდა და ელოდა. ალექსანდრე წამოდგა. ყაფლან ვაჩნაძის პირით გაახლებთ პასუხს. ელიმ შამხალმა ისევ სალიჰას მოუწოდა და შარბათით სავსე ყულა მოართმევინა კახტბატონისთვის. სალიჰა ამაოდ დაეძებდა ეგრეთ წოდებულ ბარის მამის თვალებში თავისი უსტარის პასუხს. ვერც ჰო ამოიკითხა, ვერც არა. ალექსანდრე მიგრძნო ქალის უტყვი მუდარა. მაგრამ აბარა უნდა ეთქვა რა. ზეციერს მივანდოთ ჩვენი ბედის ტრიალი. ძლივს გამოღეჭა სალიღას გასაგონად და შარბაც კრიჭა შეკრულად ოდნავ შეეხო. ორიოდე დღის შემდგომ გრემს სასახლის სატახტოში ვიწრო თათბირი შედგა. კახტბატონისა და დედოფლის გარდა აქ იყვნენ დავით და ქეთევანი. ზოსიმე ბერდიდი და ნიკო ხოსრო მიტროპოლიტი. იასონ ჭავჭავაძე და შერმაზან სარდალი. ყაფლან ვაჩნაძეს თავისი ვაჟებიც ახდნენ. აქვე იყვნენ დავით ჯანდიერი და ზაზა კახნიაური. ალექსანდრემ კაცი აფრინა გიორგი ბატონიშვილთან, გრემ ქალაქის თოფხანაში, სადაც იგი განზრახ ყავდა გაგზავნილი. გიორგი რომ შევიდა დარბაზში, მამამ თავის საყვარელ შვილს ვეღარ შეხედა გულღიად. შვილო, ერეკლეს თავდადება ბევრ ასმე გვავალებს და შეგვაგონებს, ვისთვისაც ზნეობრივი ვალე გულმისაღწევია. დიახ, მამაო ბატონო, ოდნავ გაიკვირვა გიორგიმ. ვერ გაეგო რა დაგონებდნენ მას. და შენ სხვებზე მეტი მოგეთხოვება, ყრუდ უბნობდა მამა. გიორგიმ ახლა მოათვალიერა შეყრილნი. მიხვდა მნიშვნელოვანი საქმის გამო იყვნენ მოგროვილნი, შინაურმახლობელნი. ისიც იგრძნო, რომ ეგრეთ წოდებული საქმე უკვე გადაწყვეტილი იყო და ეს საქმე მას გიორგის შეეხებოდა. მისგან რაღაც მსხვერპლს მოითხოვდნენ. მზად გახლა ვარ, მამაო ბატონო, ხმა მაღლა მტკიცედ განაცხადა. ნუ თუ მძევლობა. გაიფიქრა და ერეკლეს ბედი თვალნათლივ წარმოუდგა. მისი მოკვეთილი ხელიც კი მოელანდა იატაკის შორენ კედზე. მხოლოდ ერთმა გარემოებამ გააკვირვა. ეგრეთ წოდებული სამძევლო ცრემლები არ ემჩნეოდა მარიამ დედას. იგი როგორღაც სევდიანად გახარებულიც კი ეჩვენა. ბევრი ვიფიქრეთ, შვილო. ქალი უნდა შეირთო შენა. ქალი შევირთო? გიორგიმ განსვიფრებით მიმოიხედა. კიდევაც? მე და ამას რად უნდა ამდენი ბოდიშები და შეგონებანი? გაღიმებულად შეხმიანდა. მაგრამ ის ხუმრობას რომ არავინ აყვა, მაშინ კი კბინა ენაზე და კვლავ დაიბნა. თუ შემირჩიეთ ვინმე სააუცილებლო, ქვეყნისათვის საჭირო მაუწყეთ,
გამარკვიეთ. დიახ, შეგირჩიეთ. უფრო სწორად რომ ვთქვათ, ბედმა გარგუნა. ეკუთვნის კიდევაც. ეკუთვნის, თუმცა ალექსანდრემ შეტოკებული სიტყვა გაწყვიტა, ბერებს შეახიზნა თვალი. აი, ზოსიმე და ნიკო ხოსრო, სხვებიც გვიდასტურებენ საეკლესიო წიგნები და წესები მოჩხრიკეს. ეკუთვნისო. ბერებმა უხმოდ დახარეს თავები. გიორგიმ გუნებაში გადაჩხრიკა ყველა მისთვის შესაფერისი და შესაძლებელი საცოლე. იმერეთის მეფის სასული ფარდი და მწყაზარი. ორბელიან თუ ლამაზესი მანანა, რომელმაც არაერთ გზის შეუტოკა გული. თემურყვა ჩერქეზ ბატონიშვილი თისიქითის მოსამოყრებლად ზარფა, მაგრამ გულმა უძნო, რომ არც ერთ მათგანზე არ არის სიტყვა. ვიღაც სხვა და რატომღაც საჭოჭმანო. საერთოდ მიმხვდური იყო. ახლა კი თითქოს გონება დაეხშო. უეცრად ფიქრმა ბასრი გაჰკრა და აზრი ფერსო გატეხილი თვალივით მორფში ჩაიჭედა. ეს ღა მოახერხა. დედა თანახმაა? ო, შვილო, თანახმა ვარ. უმჯობესი არჩევანი არცა მინდა. გულმა კარგა ხანია შვილად მიიღო. და ქვეყანასაც ასე სჭირია თურმე. სალიჰა? ძლივს სამოიბრუნა სიტყვა გიორგიმ. კი, მაგრამ სად გაგონილა? ერეკლეს, ძმის. ვეღარ მოიმთავრა სათქმელი. მამა დუმდა. დუმდნენ ყველანი. ერთხელ შორიდან ნანახი. იდუმლად დანიშნული. საღვთო წერილი არ კრძალავს თურმე. ახლა დავით ბატონიშვილმა წამოიმაღლა ხმა. მაჰმადიანთა კანონიკი პირდაპირ მოითხოვს. სიტყვა ჩაურთო ყაფლანმაც. საღვთო წერილში კი, მაგრამ საძმო ძმათა წესი. ახლა პირდაპირ დავითს ძმას ემუდარებოდა გიორგი. მაგრამ რაც უფრო ძრწუნდებოდა, უფრო ითვალისწინებდა და რწმუნდებოდა, რომ თაბარის გასწორებისა და კახურად დარიგების საქმეში ერთადერთი მედიან კვანძად, ახლა მხოლოდ მისი და სალიჰას ქორწინება თუ დაიდებოდა. სხვერპლის გაღება გარდუვალი ჩანდა. კი, მაგრამ თავად რას ამბობს ბედური? უსახელოდ დაასახელა გარდუვალი მსხვერპლის მოზიარე. მამამისი ელიმ შამხალი მოითხოვს. სალიჰას კი ვინღა კითხავს, დაწეული კილოთი შეესიტყვა ალექსანდრე. ხომ ხედავ, შენს გულსაც იძულებას ვაყენებთ. იძულებას. შვილო, მე ვფიქრო, ბედნიერები იქნებით. ბედნიერები. დედა თვალცრემლიანად მოეხვია გიორგის. არ შეცდე, დედავ, ჩუმად უთხრა შვილმა. მაგრამ ამას აღარ ქონდა მნიშვნელობა. გიორგი წინ წამოდგა და თავი დახარა. მაშ გადაწყდა. ნიშნობა და ქორწილი ერთად და რაც შეიძლება მალე. დაასკვნა ალექსანდრემ. ყველანი გარდა გიორგისა გაისტუმრა. მას კი მიუჯდა და დიდხანს ჩუმადა გულა მომჯდარად ესაუბრა. მერმე ერთად დასახეს
თისა და ბარის ახალ ზრახვანი. ალექსანდრე მახლაყაფლან ვაჩნაძე იხმოდა ჭოეთის ციხეში ელიმშამხალთან მოციქულად და ქალის ხელახლა სათხოვნად გაგზავნა. იდუმალი შეთანხმების ძირითადი კვანძი კი ასეთი დაუსახა. გიორგი ბატონიშვილი ირთავს სალიხას და კახთა რჩეული გუნდით გადაყვება თავის სიმამრს ბუინაკს. ისევ აღადგენს თავის მამულში. ელიმშამხალი ალექსანდრე მეფის მეშვეობით რუსი ელჩების თანდასწრებით იღებს რუსთ ხელმწიფის მფარველობას. შარიაძე იფიცებს, ხოლო რუსთ ლაშქრის ტარკზე შემოტევის დროს კახთა დახმარებით შველას მისცემს და იქ გაშამხლდება. ნათათბირებს გიორგი ტახტის დარბაზიდან რომ გამოვიდა, თავი უმძიმდა. გულსა და გონებას შორის კი რაღაც აქამდე უცხო გათიშულობის გრძნობა მოსწალებოდა. რა მოხდა ბოლოს და ბოლოს? საერო განზრახვაა, ყველას მიერ გამართლებული. ზოსიმე ბერ დიდი საგანაც კინება დართული. ხოლო სალიხა სანუკვარი პატარცალია. ენუ გეშებოდა ზეზეურა აზრი, მაგრამ უფრო სიღრმის ფიქრი ზორსა და სიწითლეს უალბურებდა სახეზე. მოციქულობა ფრიად სწრაფა და ყოველმხრივი შეთანხმებით დასრულდა და ორიოდე კვირის სწორზე სალიხას სამონაზვნო თალხის სამოსის ნაცვლად საქორწილო იბა ზარბაბი ჩააცვეს და გიორგი ბატონიშვილის გვერდზე ამოუყენეს. ჯვრის წერა 9 კარის მცირე სენაკში გადაიხადეს. მხოლოდ ახლო შინაურები დაისწრეს. თავად ნიკო ხოსრო მიტროპოლიტი მღვდელ მსახურობდა. გიორგის სახეზე თითქმის არაფერი ეტყობოდა. არც წყენა, არც წყრომა, მაგრამ არც სიხარული. ტურჩებს შეკრულობაში და შუბლის კუშტულებში ნებისყოფის დაძაბულობა იგრძნობოდა. სალიხა კი მკვდარ განაბული იყო და მის უკან ქეთევანი რომ არ მდგარიყო ალბათ მუხლებში ჩაიკეცებოდა. გახევებასაც მხოლოდ ერთხელ ძლია. ჯვრის წერის დასასრულს გულის პირიდან ოდესმე ნიკო ხოსროს მიერ იდუმალი პირველ ნიშნობის დროს ნაჩუქარი ჯვარი ამოიძრო და თავის ნათლიას უკან დაუბრუნა. ნიკო ხოსრო მიიგრძნო. ქრისტიანობის საფუძველი შეერყა ახალ ჯვარდაწერილს, მაგრამ არ დაიბნა. არ შეიფერა მიტროპოლიტმა. ჯვარი აიაზმის წყალში ამოაულო. ახალი მირონი დააცხო და ლოცვით ისევ ყელზე დაკიდა. ქორწილზე მხოლოდ რჩეულნი იწვიეს. ელიმშამხალი საიდუმლო შენახვის გამოსულ არ ესწრებოდა ქორწილს. გრემელებს საჯაროდ არც დაენახნენ ახალ ჯვარდაწერილნი. საქმეში ჩახედულნი ვინც არ იყვნენ, ჩუმად ჭოვრაობდნენ. რა ობოლი ყოფილა. ნათესავი არც კი მოსვლია ჩერქეზიდან. სასახლის დიდსანადი მოდარბაში გაშალეს ლხინის სუფრა. კახთ ბატონმა და დედოფალმა თავშივე დალოცეს და ადრევე განშორდნენ ქორწილს. ეღარ დადგნენ. სიმღერა და თამაში მოიჭარბეს წვეულებმა. ალბათ იმიტომ, რომ სუფრის ყურეში შემომჯდარი სევდა დაეფარათ. მეჯვარეებად ისევ დავით ჯანდიერი, ბებურ და თამაზ ვაჩნაძენი იყვნენ. მათაც სალიხას დაღესტნიდან გამოტაცების ყველა მონაწილე აწვიეს ქორწილს. ხოხ სალამურამ ხომ ისევ მაშინებურად კუდი მოიქნია. სახე-სიტყვა ამეტყველა და ბერიკა მესაკრავენიც ბლომა და ლაღობა თეატრონზე. სუფრის ბოლოში კი ბელქანთუში და მათე რუსი საპატარძლოს მოტაცების ამბავს ჩუმად იგონებდნენ. არც ღვინის ხელადებს ივიწყებდნენ. შუალხინში ქოხ სალამურამ ერთხელ კიდევ შეახმიან ალექსი. თაბარი ორი ძმა არის,
ერთ დედამიწის მხარისა, მოიხსნათ გლოვის ქამარი ქორწილი მოგვეხალისა. და თეატრონზე გადმომდგარმა დაირა შეაჟრჟოლა. ხელი შემოკრა, დავლურ სათამაშო გაახურა, თავადაც ათამაშდა. ახალი შაირის შეყოლებას დააპირა, მაგრამ პატარძალს შეხედა და შეკრთა. თავის თამაშაც კი ნაღამშერია. სალიჰა მთვარე ნაძალივით წამომდგარიყო და მთელი სხეული წინ მოილტვოდა. გიორგიც უმალ წამოვარდა, პატარძალს გვერდში ამოუდგა, ნარ-ნარით ახვა. გზადაგანიც მისცეს. მაგრამ ქოხსალამურამ ქვეშეცნეულად იგრძნო, საცეკვაოდ არ იყო წამოზიდული ქალი. ისე, სწორედ ისე, მონუსხულივით. როგორც მაშინ შორეული ყაზი ყუმუხის შუკებში დაირას ხმას მოჰყვებოდა, ასული ერეკლესეულად გაბზარულ დაირას. ქოხსალამურას ძველმანატყვიერმა ჭვალმა ჭვალა გაჰკრა ბედში. ყველაფერი შეახსენა და მიახვედრა. სწორედ იმავე მაშინდელ სათამაშოს უკრავდა დაირაზე. კილო იგივე იყო, ოღონდ დაირა იყო სხვა. დაირაც და სასიძოც. სალიჰას გაფართოებული დაირას ოდენა თვალები უკვე ახლო მიჯნაზე იყო. ქოხსალამურამ უმალ ხელი რხევით მოინაცვლა და შეუჩერებლივ სხვა სათამაშოზე გადავიდა. ახლა ფერხის საროკავი დააგუგუნა. სალიჰას მოუწყდა სვლა და გიორგის რომ არ შეეტაცა ხელი იატაკზე დავარდებოდა. ახალ სიძემისებს სავარძელთან მიიყვანა შეღონებული და ქეთევანს ჩააბარა. ქოხსალამურამ კი უკვე ბერიკა ფერხული ჩააბა და მეკორწილეთა ყური დასმენა მიიჯაჭვა. ეს ფერხულიც რომ ჩათავდა და ახალი სადღეგრძელოები წამოიწყეს, პატარძალი სუფრაზე აღარ იყო. სიძე კი თავის მეჯვარეებს შორის ცალკე მცირე სუფრაზე გადამჯდარიყო. გიორგი მცირე ყანწი აივსო, მარცხენაში იპყრო, მარჯვენა კი სუფრაზე თითებ გაშლილად დაასვენა. აგრეთვე ბებურმა, თამაზმა, დავით ჯანდიერმა აივსეს სასმისები და მათაც მარჯვენა ხელები ახლო მიჯვრით მაგიდაზე დაასვენეს. ყველამ ძმად შეფიცვის წესჩვეულებად მიიჩნია ასეთი სმური. ხოლო ზაზაკახნი ოური მიხვდა, შორი ახლოს მოდგა. გიორგიმ შეამჩნია და იხმო, უმალ აივსო ზაზამაც სამწდეული. მარჯვენაც დასდო. ხელის სიწმინდისა, მარჯვენის მადლისა, ბედიღბლის დანაცვლებისა, ფიც ჭვარის ზიდვისა და საუკუნო ნეტარებისა, ჩუმად ჩაიდუდუნა გიორგიმ. ღვინის რამოდენიმე წვეთი მარჯვენაზე დაიღვარა. სხვებსაც აბკურა და ყანწის შესვა. შესვეს სხვებმაც. საფერავი სისხლის წვეთებად დარჩა ხელებზე. დავით უფლისწულმა ეჭვის თვალით გადამოხედა განმარტოებულ მეგობრებს. ეი შეთქმულნო, რა ცალკე გასულ ხართ, მან სხვა ქორწილი თუ არის, გაგვიმხილეთ, გაგვაგებინეთ. ყაფლან თამადამ სიძეს სიძობით აპატია, ხოლო მეჯვარენი და მიმყოლნი ღვინით დასაჯა და თავთავიანთ ადგილებზე გაამწესა. საერთო ლხინმა ისევ ფრთები გაშალა. ქეთევანმა ერთხელ კიდევ გამოაჩინა სახეშებურულად ჩამოატარა პატარძალი ნადიმის დარბაზში და მოსასვენებლად წაიყვანა. ისევ თავის პირვანდელ საწოლში გაუწყვეს პატარძალს საქორწინო სარეცელი. სალიჰას არ ეძინა. ანკი რა დააძინებდა. თავბრუ ეხვეოდა, გულიც უჩქროლავდა, ოთახის ჭერი დაირასავით ბრუნავდა. დაწოლისას დიდხანს ილოცა ღვთისმშობლის ხატის წინაშე, თუმცა იგი ახლა უკვე ესოდენ სათნოდ აღარ ეჩვენებოდა. ხელი ხატის უკან წაეზიდა. მაგრამ ვერ ხელყო იქცა მალავში. გაბზარული დაირა ჰქონდა შენახული. ისევ ლოგინში ჩაწვა
და ბალიშს აბკურა დაგუბებული ცრებლები. გრძნობებს თავი ვეღარ გაართვა. ძველი და ახალი ერთბაშად აირია. წმინდა გივარგის ხატი 9 კარს შეასკდა, მერმე ყველაფერი გაიბზარა და ჩაიშალა. აი მალე, სულ მალე ქმარი უნდა მოუვიდეს. ქმარი, რომელიც ღვთისა და ერის წინაშე დაუსვეს და დაუგანონეს. გულზე კი გულზე სხვა ეხატა, სხვა ეხორცა, სხვისი დომა და სიყვარული სამოდამო დარჩენოდა. მართალია, იგი სხვა აღარ იყო საამქვეყნოდ, მაგრამ გულს ხომ ვერ ამოიგლეშს. შემოუბრუნებლად სხვისთვის დამწვარსა და გადაყოლილს. ყველას მიერ ამორჩეული და თითქოს მოჭირისუფლებული სალია საოცარ მარტოობასა და ობლობას განიცდიდა. მამამ საქმის ბალთად გაიხადა. ერთ მოსართავში გამოუწყდა, ახლა მეორეში მოიმარჯვა. კახდედ მამას. ალბათ გონია რომ გააბედნიერეს. და მართლაც გიორგი სანატრელი სასიწოა, რჩეულთა შორის რჩეული, მაგრამ გულს რა უყოს, გულს ერთხელ აჟღერებულს, ერთხელ ამღერებულსა და 1 კილოზე აწყობილს. გული მართლა დაირა, ხომ არ არის, ხან ერთი სათამაშო შემოკრა, ხან მეორე. მერე ძმა მაინც არ იყოს. მისი ძმა და ღვიძლი, მისი ფერი და მსგავსი იქნებ უფრო ლამაზი, ჯანმრთელი და ბედნიერიც, მაგრამ მაინც არა იგი. არა იგი. სახე გაბზარული. საწოლში ვიღაც შემოვიდა. კანდელის სხივზე იცნო. იგი იყო იმის ძმა. ახლა უკვე მისი გიორგი. აქამდე მაზლად მიჩნეული, ამის შემდგომ კი ქმრად მოსული. უკვე საოჯახო ხალათში შილიფად გამოწყობილი. აქამდე სასიხარულოდ შესაყრელი, ახლა კი საჩოთირო და გულით მიუღებელი. გულაღმა მწოლიარე სალიჰა გაისუდრა, ადგილზე გაიყინა, ტან გაცივებულ მიცვალებულს დაემსგავსა. ოი, რა სხვანაირად წარმოედგინა ქორწილის სარეცელი. მაგრამ არც გიორგი ჩქარობდა. ჯერ ფეხაკრეფით იარა რბილ ხალიჩაზე. მერმე ჩამოჯდა სარეცელზე. შილიფად მოგდებული გრძელ ხალათი გადაიგდო და საერთო საბანი გადაიხურა. სალიჰას არც გაკარებია. სულ კიდეში მიწვა. ხელით მოსინჯა მათ შუა არე. ციფხელს წააწყდა და მტკივნეულად შეიკუმშა. თითქოს ერეკლეს უსისხლო მარჯვენა იყო მათ შორის. ცივი და მოკვეთილი. ზღვარად იდო. უძლეველ ზღვარად და რაც გაჭირვებით, შინაგანი ბრძოლი და გონების განჯი დაძლეულად მიაჩნდა. ახლა აქ უძლეველი და უსაშველო აღმოჩნდა. და რაც თავარია, მეტი აღარც გაბრძოლება შეეძლო. განზრახ ჭარბად ნასვამი ღვინოც ვერ ერეოდა. და იყო ასე, არც მთვრალი, არც ფხიზელი, ნაღვლიანი და ფხადაკარგული. განაბულ და არასწორ სუნთქვაზე გრძნობდა იგი, რომ არც სალიჰას ეძინა. ისიც არანაკლებად იტანჯებოდა. ხმე ასე უძრავა და უძილოდ გატეხეს. სალიჰას ზეაპყრობილ თვალებში საწოლის მრგვალი ჭერი გაბზარულ დაირასავი ტრიალებდა. ხოლო იმაუგზნობით შენაპყარი გიორგის თვალში ამ დაირას მოკვეთილი, მაჯაში გადახსნილი მარჯვენა უმოწყალოდ ურტყამდა და ყურის წამღება დაშხერებდა. სისხამზე ლანდივით გაქრა გიორგი. სალიჰამ კი ავადობა მოიმიზეზა და მომკითხავნი არავინ მიიღო. არ ვისნახო არ შეეძლო.
მახლობლები გრძნობდნენ მის სულისკვეთებას და თავისებურად თანაუგრძნობდნენ. თავისებურად ხსნიდნენ მის ავადობას და თავს აღარ აბეზრებდნენ. დილით ქეთევანმა ბაბო მესაწოლეს მეკორწილეთა ამბავი ჰკითხა. ბაბომ თვალი არიდა და ჩუმად უპასუხა. ჩემმა კაცმა მითხრა, დილა ადრიანს სანადირო წაბრძანებულა ახალ სიძებადონი. ქეთევანმა გოლა იხმო. მართალია ქალბატონ დედოფალო, ღორ ჩაიდუდუნა მან. ქორწილის სარეცლიდან სანადირო წასული სიძე მონადირე ვერაფერს ინადირებს. წმინდა წესი დარღვეულია. მონადირისაცა და მეკორწილისაც. მოიარებით ჩაათავა და თავის დიდ ფეხებს ჩააშტერდა. მართლაც გიორგი ხელცარიელი მობრუნდა. ქეთევანმა დიდი შეშფოთებაც შეატყო. ნასვამი ხომ არ არის? შეეკითხა ყოვლად გონიერ გოლას. არა დედოფალ ბატონო, ნაბორგალია. ცხენიც კაკაფულია ერთიანად. ერთი კვირა გაგრძელდა ასეთი დრტვინვა. გიორგის გულ მიმკვდარი მონადირეობა დასჩემდა. სალიღა კი ლოგინად იყო ჩავარდნილი. ღამ-ღამობით პატარძალი კრთებოდა. გულდახშულობა ისევ ზალავდა, მაგრამ სირცხვილითაც იწვოდა. მამაკაცის თუნდაც ქმრად წოდებულის შორი ახლოს წოლის გამო. დილით კვლავ კრთებოდა და ისევ სირცხვილით იწვოდა. უკვე შებრუნებით. ქმრისაგან დაწუნებისა და უალერსობის გამო. გიორგის კი ცალკე ვაჟური სირცხვილის წვავდა და ცალკე ძმური სიფაგიძე და ხელწმინდობა. სასახლეში, სადაც ესესაა ქორწილი გადაიხადეს, თითქოს მიცვალებული ამ მძიმე ავადმყოფი იყო. ყველა ჩუმად და უღიმ-ღამოდ ბუსუნობდა. ურთიერთს ღიმსსა და ღიახს არ უჩენდა. დედა დედოფალი სულ არ შორდებოდა თავის სარეცელს. სალიხაც თითქოს თავისანაბარა იყო. მოლოს ქეთევანმა მოიკრიბა ძალა და ადრეულად შეესტუმრა ახალ ჯვარდაწერილად. გაფითრებულ და გაწამებულ სალიხას რომ შეხედა, უმალი ნიშნა ყველაფერი. არა, ეს ჭარბი ალერსის გამო მიბნედილ შეუძლობა სრულიადაც არ იყო, არამედ სხვა. გატანჯული სულისა და სხეულის თავ გაურთმევი დრტვინვა. ქეთევანი თანაგრძნობით უმზერდა სალიხას საოცრად მეტყველ თვალწარბის დაბნეულ კდემას. გული უკვდებოდა. უნებური კურცხალიც შეეკიდა ქუთუთოებზე. თავადაც ხეზმუზიანად იყო და სხვის სადრტვინავსა და საფარავს უმალ ხვდებოდა. სულ თავისად განიცდიდა. სალი ამაც იგრძნო ეს. არაფერს ისე ფიცხლა და უმცდარად არ განიცდის ქალი როგორც თანაგრძნობას. უეცარი ქვითინით ჩაუვარდა კალთაში თავის დაუფროსებულ რძალს. გიორგი ვეღარ დადგა დარბაზში. ისევ ნადირობას ახიზნა თავი, მაგრამ მალევე მობრუნდა ხელცარიელი და არაქად გამოცლილი. ბრუნდებოდა დამნაშავესავით. საპატიმროდან რომ გაიქცევა და ვეღარ ივლის. თავის გარიდების იმედს რომ გადაწყვეტს და ისევ მობრუნდება. თავის ფეხით რომ მობრუნდება და ისევ საპატიმროს კარს მიუკაკუნებს. ყველაფერს შერიგებული. ყველაფერ დაკარგული, ნებითა და ძალით უძლური. მობრუნებისას სასახლის კარში ქეთევანი დახვდა. თითქოს ელოდა. შეკრთა გიორგი სალამისცა, გაცლა დააპირა. გიორგი, მაზლო ჩემო, მე გამომყევ მცირედი სათქმელი მაქვს. გიორგი უსიტყვოდ გაჰყვა. ქეთევანი სასახლის კიბეზე შემაღლდა და წინ წავიდა. მას გრძელი ოდნავ ფარფაშა ქართული კაბა ეცვა და შვენოდა კიდევაც. მაგრამ არა, ამიტომ ეცვა ფარფაშა კაბა. იცოდა მისმა მაზლმა წელში ოდნავ ატყობდა კიდევაც შესრულებას. გიორგი, შენ გონია მარტო ნიკო ხოსრო მიტროპოლიტი ატარებს ჯაჭვს. შიშველ სხეულზე შებმოს? ჩაძიებით შეეკითხა იგი
როდესაც თავის დარბაზში სავარძელში ჩასვა. თავადაც კაბა მორიდებით მოიკეცა და სულ ახლოს პირისპირ დაუჯდა. გიორგი სულ სხვას მოელოდა. წარბჩახრილად შეყოუნდა. არა უპასუხა რა, თითქოს ვერც გაიგო. ქეთევანმა ახლა მუხლზე დაადო ხელი. მხოლოდ მას შეეძლო ასე უბრალოდ და ამავე დროს ასეთი მოწიწებით უცხოობაში თუ შინაურობაში მოკრძალებული უშუალობა. ჩვენ ყველანი ვატარებთ ჩვენ ჯაჭვსა და ჯვარსაც. ხანდახან იქნებ უხილავსა, მაგრამ არანაკლებ მძიმესა და მსხვერპლს. გიორგი თავისი დარდით იყო გაბრუებული. ამის საუბარსაც მოელოდა, მაგრამ ქეთევანი მგონებ თავისი დარდის გამხელას უპირებდა. მაზლმა იცოდა, რომ ჭირვეული დავითის მეუღლეობა მართლა ჯაჭვის ტარებას უდრიდა, მაგრამ ქეთევანს არასოდეს არავისთვის არც ერთი სიტყვა საყვედური არ უთქვამს. ყველაფერი გულში ქონა ჩათხრობილი და იქნებ ჩაკლულიც. გიორგი მძალა მოიკრება. თავისი დარდი მიჩქმალა. ნუგეში საცემად მოიზიდა, მაგრამ ქეთევანმა ისევ შეაჩერა. ჩოხის მასრები გაუსწორა და სიტყვაც ჩააყოლა. ვერა, უჩრდილო სიყვარული ვეღარ იხარებს თქვენთან. ამის შემოbrunება ჩანს ისევე შეუძლებელია, როგორც მოკოთილი ხელის მაჯაზე მიზრდა. გიორგი ისევ შეკრთა და ისევ თავი დახარა. ქეთევანმა შენიშნა. მის მაზლს კისრის ზარღვებიდან მოედო სიცითლე. თავზე ხელი გადაუსვა, სულ ჩუმად ყურში უჩურჩულა. სიყვარულით ვეღარ გაახარებ, მაგრამ სასიცოცხლო პირი კი უნდა მისცე. ძნელია, მაგრამ მოვალე ხარ, თუნდაც ხელის ჩრდილის წინაშეც. როგორ მერმე? როგორ? თავის მუხლებში ჩაიდუდუნა გიორგი. ზედმეტი იყო ანუ არ ყოფა, ან დაფარვა. ქეთევანი თითქოს ყველაფერს ჭრეტდა და გრძნობდა სალიას. გიორგისა დავგონება დაღუპული ერეკლეს თვალითა და გულით. დედობა არ გუნეწილად. გიორგი შეირხა. ქეთევანმა მხრების შეყრაზე იგრძნო მისი შეჩოთირება. თავადაც შეწითლებულმა უფრო ჩუმადად ჩავწვდო მათ განაგრძო. აქ არის რაღაც, რასაც მამაკაცები ვერ გაიგებთ და არც ითქმის. არა. აი, მე ახლა ხანს გავიგე. უნებურად ხელები მკერდიდან უფრო ქვევით, ოდნავ ქვევით ჩამოუცურდა. მერმე თითქოს შერცხვაო, ხელები სულ ჩაჰკიდა და უფრო ხმამაღლად ასინა. გიორგი, შენ ჩემს დავითზე გულისხმიერი ხარ და გამიგებ. მეტის თქმა აღარც მე შემიძლია. მაზლმა თავი რომ ასწია, სულ დაუსათნოვდა გული. ქეთევანს საოცრად ნათელი სახე და ეგრეთ წოდებული ციცინათლიანი თვალები ჰქონდა, მაგრამ ღაწვები ოდნავ დანამული. გიორგი მორთავ ხელი დაუკოცნა თავის გულშემატკივარ რძალს და გარეთ აჩქარებული ნაბიჯით გავიდა. ახლა ჯაბა ოსტატს ეწვია დიდ ზამქროში მიგდებული საქმები გაარიგა, მერე უროს დაკვრაში ჩაუდგა შემჭედურებს და მთელი დღე თავაუღებლივ იმუშავა ძველებურზე მეტი მყაითობით. აი რას ნიშნავს დაოჯახება, ხარობდა ჯაბა და გავარვარებულ რკინას წყალში აშუშხუნებდა. ღამით გიორგი დაღლილი შევიდა თავის საწოლში, მაგრამ დაღლაც არ ერეოდა. პირიქით ყოველი გრძნობა დასაშიშვლებლად გაეხადა. თავადაც გავარვარებულ რკინას გავდა. იმ დღიდან გიორგიმ თავიანება ნადირობას, არც თუ დიდი ხნის შემდგომ სალიჰამ ქეთევანს ქართული შალიფა კაბის თარგი სთხოვა. მეც მალე დამჭირდება, ალბათ, სევდიანად, მაგრამ არც უამურად გაუმხილა და ქეთევანის უკვე შესამჩნევად შესრულებულ წელს ორივე ხელი მოხვია.